რა პრობლემები შეიძლება იყოს არა ერთიან ადგილზე რა გაღიზიანებას გამოიწვევს და მეორეა შემდგომში ამან შეიძლება თორე გარკვეული ტიპის პრობლემები გამოიწვიოს ჯანმრთელობის თუნდაც სასუნთქი გზების და ასე შემდეგ. სასუნთქი გზების ბუნებრივი ის ადგილობრივ გამღიზიანება რას ნიშნავს, ხო? ეს არის ის ეპიდერმისი, რაც არის ჩვენი დამცავი კანის და თვალის ლორწოვანი, რომელიც ბარიერია, რომ ბაქტერია და ტოქსინი არ მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში, ის თუ დაგვიზიანდა, ანუ ჩავთვალოთ, რომ ის რაც თქვა სხეულზე გვაქვს ბაქტერიები, რაც გარემოშია, ხო, ეს ყველაფერი შეაღწევს ჩვენს ორგანიზმში და ანთებას გამოიწვევს. ეს ანთებას თუ თავის დროზე ვერ მივხედეთ, ჯერ ტოქსინი არ მოვაცილეთ, ტოქსინს ამ შემთხვევაში უფრო მეტად რაც არის გამოყენებული, რატო არ შედარებით უსაფრთხო. უფრო მეტად აქ ადგილობრივი მოქმედება ვიდრე სისტემური. რა კვლევებიც გვაქვს, რა მონაცემები, ასე ვთქვათ, ყველა საერთაშორისო სტანდარტით რაც არის. ძალიან მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის, ასე ვთქვათ, ევიდენსი და ამ შემთხვევაში მტკიცებულება, რომ ამას რაიმე სისტემური პრობლემა მოქონდეს. უფრო არის ადგილობრივი. ადგილობრივი პრობლემა ლორწოვანის მხედველობაა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში შეიძლება ვინმე დაკარგოს თუ ხანგრძლივი ექსპოზიცია იყოს და დიდი რაოდენობით და სასუნთქ გზებში მოხვედრა როგორც გითხარით ისეთ სპაზმს იწვევს რომ ადამიანს ჟანგბადის ჩასუნთქვის უნარი არ ექნება ვისაც პრობლემა აქვს მათთვისაც და ჯანმრთელი ადამიანისათვის თუ გარკვეული პერიოდი ჟანგბადი არ მიეწოდება საზიანოა როგორც თავის ტვინისთვის გულისთვის შეიძლება ისეთი ფორმის არითმია წამოიღოს რომ ადამიანი იქვე თქვა დაეცეს იმიტომ კი არა რომ ვერ ჩაისუნთქა და მარტო ჟანგბადი არ აქვს სხვა გართულება აქვს და მალევეც ვერ წამოვაყენებთ, ხო? და გართულდება მათი გამოყვანა. მე ასეთ არეულობაში ტრავმების რისკი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და პანიკა, ხო? რაც უფრო მეტად დაგვიზიანდება ეს ბარიერული ფუნქცია და რაც უფრო ხანგრძლივი იქნება ზემოქმედება, იქ ანთებითი პროცესი წამოვა. ეგრეთ წოდებული ბრონხიტი, შეიძლება პნევმონიაც შემდგომ ეტაპზე თუ ჩვენ გვაქვს უამრავი ბაქტერია სხეულზე, მათ შორის სასუნთქგზებში და იქ თუ ბარიერის ფუნქცია არ ექნება ჩვენს ორგანიზმს ესენი თავისუფლად ხო შეახსოვ. ეს არის ყველაზე ესე ვთქვათ მარტივად რო ვთქვათ დაუძლურებულ ადამიანებში რატომაც გვეშინია ხოლმე ამ ანთებითი პროცესის, იმიტომ რომ მას არა აქვს გამკლავების უნარი. ამ ფუნქციას უკარგავთ ადამიანს არ ექნება უნარი რომ გაუმკლავდეს ამ ყველაფერს და რაც უფრო გვიან მოხდება დახმარება, უფრო მეტი პრობლემა იქნება. ბევრი შემხვდა სოციალურ სტატუსი და რაღაც ჩივილებით მიმართეს კლინიკებს, მათ შორის თავბრუსხოვა იყო, გაღიზიანებას შემდეგ შესაძლებელია თუ არა ეს გამოიწვიოს თუ ეს შეიძლება დაგვიწყოს. ბუნებრივია, ჟანგბადის ნაკლებობა ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს. ყველაზე მეტად რომელ ნაწილსაც ჭირდება ჟანგბადი, თავი ქერქია, თავის ტვინი ჩვენი, ესე ვარ ფიზიოლოგიურად მოწყობილი და ყველაზე მეტად, ანუ ის არის მგრძნობიარე და ანუ ის ბაზალური ნაწილი ჩვენი თავის ტვინის, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა ჟანგბადი და პასუხისმგებელია ზუსტად ამ თავბრუსხოვა, რომ პირველი ჩივილი ეს იქნება. ანუ ის რომ ჟანგბადი შეგვიმცირდა ჩვენ სხეულში შეიძლება ჯანმრთელ ადამიანს მეტნაკლებად კომპენსირების უნარი აქვს, მაგრამ ამასაც აქვს თავისი რესურსი. ხო, რაღაცა. და ბუნებრივია ამ კუთხით ის გარკვეულწილად, აი მარტივად რომ გითხრათ, ჟანგბადის ნაკლებობა თამბაქოს მწეველი უფრო მეტად მიხვდება, თავიდან რომ იწყებს მოწევას, გულისრევის შეგრძნებაც აქვს, თავბრუსხვევაც, ხო, თავის ტკივილიც. ანუ ეს არის პირველადი ნიშნები, როცა ჟანგბადი აკლდება ჩვენს ორგანიზმს და ბუნებრივია იქნება. მერე შემდგომში რაც უფრო ხანგრძლივი იქნება ჟანგბადის ნაკლებობა, სხვადასხვა სტრუქტურებს დაგვიზიანებს, მათ შორის თავის ტვინის, ამიტომ თქვი არითმია. გულის კუნთს სჭირდება ყველაზე მეტად ჩვენთვის ჟანგბადი, თუ გარკვეულწილად იქ წამები გაგრძელდა ჟანგბადის ნაკლებობა და წუთი ხო ისედაც საშიში იქნება, გააჩნია ხანგრძლივობას, რამდენი ხანი გაგვიჭირდება ჩასუნთქვა. ამ შემთხვევაში პრობლემა წამოვა, ხო, ის გულის კუნთის დაგვიზიანდება და ეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს წარმოადგენს საკმაოდ სერიოზულს. და ამიტომ არ არსებობს ბუნებაში პრაქტიკულად უსაფრთხო ნაერთი. ყველაფერს აქვს თავის ხოთაშორის. როცა სტუდენტებს ვასწავლი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას ამაზე, რომ ქართულ ენაში კი წამალი მედიკამენტი, ასე ვთქვათ, ესე მოვიხსენეთ, მაგრამ უცხოელებს აქვთ ესე დრაგ და მედიცინი. რა არის მათ შორის სხვაობა? თუ თარგმნით ორივე ნივთიერება დრაგიც და მედიცინაც არის, ანუ მედიცინა არის წამალი. სამკურნალო საშუალება მხოლოდ განსხვავებით ეს დრაგები არის ნივთიერება, რომელიც შეიძლება ტოქსიურად ვაქციოთ. ყველა ნივთიერება, მათ შორის სასარგებლოც კი შეიძლება ტოქსინად იქცეს და პირიქით. გონივრული გამოყენება, სწორი გამოყენება ნებისმიერი ნაერთის წამლად აქცევს და არასწორი, ესე ვთქვათ, გამოყენება ნებისმიერ ნაერთს, როგორი პრაქტიკულად უსაფრთხოც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ სრულიად უსაფრთხო არაფერი არ არსებობს ბუნებაში. კი ვსაუბრობ იმაზე, მე თვითონაც გავაჟღერე, რომ ეს არ არის ქიმიური იარაღი, იმიტომ რომ გამოვლინების მიხედვით შეგვიძლია ამაზე
როგორც კლინიკურმა ტოქსიკოლოგმა საკმაოდ დიდი, ისე ვთქვათ, გამოცდილება მაქვს პრაქტიკულად პაციენტების მიღების და სწავლებისას 15 წელს მეც მოიცავს. მე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ აქამდე გამოვლენები რაც იყო, ნამდვილად არ არის ქიმიური არაღი, თუმცა ეს ნივთიერებები რაც გამოიყენება, ეს ნამდვილად საზიანო იქნება ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მით უმეტეს თუ გადავხედავთ, რომ ამდენი დღეა მიმდინარეობს მათი გამოყენება, ხო? გაზრდობითობა და ეს კონცენტრაცია ყველაზე მნიშვნელოვანია. გაფანტვაც ისე არ ხდება, რჩება ხო ერთი და იგივე ადგილზე, მაგრამ კიდევ ემატება.